უნიკალური ოპერაცია გაკეთდა დღეს ნიუ ჰოსპიტალში. გერმანიიდან მოწვეულმა პროფესორმა გიუნტერ მლინსკმა საქართველოში პირველად ჩაატარა ცხვირის ძგიდის ოპერაცია 12 და 15 წლის ასაკის მოზარდებში, რომელთაც ძგიდის დეფექტის გამო სუნთქვის პრობლემა აწუხებდათ. ქართველ და უცხოელ მედიკოსებს შესაძლებლობა ჰქონდათ ოპერაციის მსვლელობას დაკვირვებოდნენ და განეხილათ დეტალები. წლების განმავლობაში ჩამოვდიოდი საქართველოში, თუმცა მეორე წელია ნიუ ჰოსპიტალში ვაკეთებ ცხვირის ძგიდის ოპერაციას. ეს უნიკალურია იმით, რომ მსგავსი ტიპის ქირურგიული ჩარევა მოზარდებში არ ხორციელდება. ოპერაციას არა მარტო ქართველი, არამედ მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული წამყვანი ექიმებიც ესწრებიან. ადრე იყო მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ ხელსაყრელობამდე არაფრით არ შეიძლებოდა ცხვირის გაკეთება. უკვე ჩვენი კვლევებით დავადგინეთ, რომ ადრეულ ასაკში შესაძლებელია ასეთი ცხვირების გაკეთება და მაგალითად დღეს ახლა საოპერაციოში უკვე ძინავს პაციენტს, რომელიც ტარდება ორი ოპერაცია, ერთი 14 წლის ბავშვი, მეორე 15 წლის ბავშვი.